მიანიშნებს იმაზე ცალსახად, რომ მათ შორის, საუბარია ოცნების რეჟიმის შიდა სამზარეულოში სერიოზული დაპირისპირებაა. თქვენ ხაზი გაუსვით თქვენ შესავალ სიტყვაში, რომ სადღაც 5 თვის განმავლობაში ეკავა ბატონ ოხანაშვილის ეს თანამდებობა, აქ ისმის საზოგადოებისგან ლეგიტიმური კითხვა ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო. ეს არის მტკიცებულება ასევე იმის, რომ როგორ უდგებიან საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოებას, როგორ არის ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ არის თავმოყრილი ეს ერთი ადამიანის ხელში და როგორ წყვეტს ის ესე არასერიოზულად აი ასეთ საკითხებს, როგორიც ქვეყნის უსაფრთხოება. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ადამიანი დაახლოებით 5 თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რასაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ქვია და რა დოზის სახელმწიფო უშიშროების შემცველი ინფორმაცია მოხდებოდა ამ ადამიანის ხელში, რომელიც ახლა გადაყავთ ეგრეთ წოდებულ რაღაც პენსიონერთა თავშესაფარი რომ აქვს გახსნილი კობახიძეს თავისთან სხვადასხვა დარგის მიმართულებაში ისეთ ადგილზე ოხანაშვილიც, ხო? და ეს ინფორმაცია, რომელიც მას უკვე მიღებული აქვს, ეს ნიშნავს პირველი ის, რომ არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ და მეორე ის, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ბალანსი, ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ვერ ზღუდავს ვერავინ, ვერც საკანონმდებლო ხელისუფლება, ვერც სასამართლო ხელისუფლება, ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება, ვინაიდან ის არის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები და საერთოდ დემოკრატიებში ეს ხელისუფლების დანაწირება, კონსტიტუციური პრინციპი იმისთვის არის შემოღებული და მოგონილი, რომ ერთმა ადამიანმა არ გადაწყვიტოს ესეთი საკითხები, ვინაიდან ერთი ადამიანის ხელში შესაძლოა ძალიან ბევრი შეცდომა იქნეს დაშვებული. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ ამას ისე, რომ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არასერიოზული დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როდესაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს გაყალბებული არჩევნებით, ჩამოყალიბებულია ამ ქვეყანაში რეჟიმი და ამ რეჟიმს მართავს ერთი ადამიანი და ახლა აქ მაღალ კონსტიტუციურ სტანდარტებზე, მაღალ რაღაც ლეგიტიმურ გამართლებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ იმართება ქვეყანა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. მამუკა მდინარაძეზე მინდა კითხოთ ასევე, როგორ უყურებთ ამას, რომ ის დაინიშნა ახლა სუსის უფროსის პოზიციაზე, სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ვრცელდებოდა კულუარებში ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა სურვილი ამ ზუსტად ამ პოზიციის დაკავებისა და რაღაც მის აუხსნელ ოცნებასაც უწოდებდნენ ხუმრობით. აი, რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის, ეს მისი მოძლიერება არის, როგორ ფიქრობთ თუ როგორ უნდა შევხედოთ ამ საკადრო ცვლილებებს? ვიკა, პირველ რიგში ამას ჩვენ უნდა შევხედოთ ისე, როგორც ამას უყურებს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება ითქვას. ანუ აქ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე ივანიშვილის ამ თოკის თოჯინებიდან, ხო? ჩვენ ასე უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე ბაჩიაშვილთან მიმართებაში სკანდალური ფაქტი, რომელსაც საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია დაკავშირებდა ოხანაშვილს. ასევე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რაც მოხდა რიჟვაძესთან მიმართებაში და ეს ყველაფერი ასევე საზოგადოება ამას ყველაფერს უკავშირებს თქვენს მიერ აქ გაჟღერებულ ახალ კანდიდატს მდინარაძეს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ ახალს არაფერს არ უნდა ველოდოთ, ალბათ მდინარაძესაც იგივე დავალებები ექნება ამ პოზიციაზე და შეასრულებს იმ დავალებებს, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ და მე არ ვიცი, ალბათ რამოდენიმე თვეში ისიც დაასრულებს ამას ყველაფერს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა ლელოს კოალიციასთან ერთად
ვაპირებთ რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რომ არ იყოს ერთი ადამიანის მისაღები გადაწყვეტილებები, როგორც არის ნორმალურ დემოკრატიებში. ისე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც ხელისუფლების შტოები ერთმანეთს აბალანსებს, სადაც არ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, სადაც სასამართლო არის სასამართლო, სადაც პროკურატურა არის პროკურატურა, სადაც მართლმსაჯულება გამართულად მუშაობს, სადაც უსაფრთხოების სამსახურში ესეთ არასერიოზულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ დღეში და ორ დღეში ალბათ, როგორც ისტორია აჩვენებს, რეჟიმებთან ბრძოლის გამოცდილებას ჩვენ ვიცნობთ, ერთ დღეში და ორ დღეში ეს ვერ დამთავრდება, ამას სჭირდება მიზანმიმართული პერმანენტული ბრძოლა და მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად ჩვენ რა მეთოდებიც გვექნება ლელოსთან ერთად აუცილებლად ყველა მეთოდს გამოვიყენებთ ლეგიტიმურს, რათა ეს რეჟიმი ჩამოიშალოს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე თავის დროზე ცენტრალურ დონეზე. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ იმას, რომ ჩვენი აქტიური ბრძოლა, როგორც არჩევნებში მონაწილეობის მიღებით, ასევე პროტესტით, ასევე სხვადასხვა ლეგიტიმური მეთოდებით უნდა გაგრძელდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთი ადამიანის მიერ არაკონსტიტუციურად, არალეგიტიმურად ესე ქვეყნის ინსტიტუციების აბუჩად აგდება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის.